შეცვლილი განწყობები ევროპაში უკრაინის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის ახალი სამშვიდობო გეგმის გარშემო გადამწყვეტი მოლაპარაკებების ფონზე ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგის საჭიროებაზე იწყებს საუბარს. საფრანგეთის პირველი პირის გზავნილი გაისმა მაშინ, როცა ევროპა სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში საკუთარი როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმას მუდმივად ცდილობს და ამერიკის შეერთებული შტატებიდან უკრაინისთვის პირდაპირ ფინანსური დახმარების შეწყვეტის შემდეგ ომში მყოფი ქვეყნის დაფინანსების ტვირთი მთლიანად ევროკავშირს დააწვა. შეცვლილი პოზიციონირება ახლა არ არის საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ მოსკოვთან ამერიკის პოლიტიკის გადატვირთვასთან აავლებს პარალელს და ევროკავშირის ქვეყნებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ რუსეთის იზოლაციაში მოქცევის შესახებ საჯარო განცხადებების პარალელურად რუსულ ბაზარზე ვაჭრობას მაინც განაგრძობდნენ. მაკრონის განცხადება მმართველ გუნდს ევროპული პოლიტიკის კრიზისში არწმუნებს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმებიან ოპონენტი პოლიტიკური ძალები. ვინ როგორ გაიგო საფრანგეთის პრეზიდენტის გზავნილი? თამუნა ციკლაურის რეპორტაჟი. Ფიქრობ, ვლადიმერ პუტინთან საუბარი სასარგებლო იქნება. უცნობია, მოისმინეს თუ არა ევროპელმა ლიდერებმა ემანუელ მაკრონის ეს წინადადება იმ შეხვედრაზე, სადაც უკრაინის დახმარებაზე მსჯელობდნენ და სადაც მართალია, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებაზე ვერა, მაგრამ უკრაინისთვის ერთობლივი სესხის გამოყოფაზე კი შეთანხმდნენ. მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის მეოთხე წელს ვლადიმერ პუტინთან დიალოგზე ევროპაშიც ალაპარაკდნენ. მით უმეტეს, ამერიკის ჩართულობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე. ხედავ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ვლადიმერ პუტინს ელაპარაკებიან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ ევროპელები და უკრაინელები დაინტერესებულები ვართ. ვიპოვოთ სწორი ჩარჩო ამ დისკუსიაში სათანადოდ ჩასართვლად. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ერთმანეთთან ვსაუბრობთ. მომლაპარაკებლებთან, რომლებიც მარტო მოქმედებენ. რუსებთან განხილვა იდეალური ვარიანტი არ არის. არაფერი ახალი არ ხდება. ასე იყო 2008 წლის ომის შემდეგ. ერთი წელიც არ იყო გასული, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადატვირთვის ღილაკს დააჭირეს ორივემ ერთად ხელი. ასე რომ ასე იქნება, ყველა ომი მთავრდება საბოლოო ჯამში მშვიდობით, საქმე ის არის ვინ ზიანდება ამ ომისგან. ჯერ უცნობია რა გაგრძელება მოყვება მაკრონის ამ განცხადებას და გამოუჩნდებიან თუ არა მომხრეები ამ წინადადებას ევროსტრუქტურებში, თუმცა ამ განცხადების პათოსმა პარლამენტის თავმჯდომარეს ერთი ისტორიული მომენტი გაახსენა. მომენტი, როდესაც 2009 წელს ჟენევაში მყოფი ჰილარი კლინტონი და სერგეი ლავროვი ერთად აჭერენ წითელ ღილაკს ხელს ორი ქვეყნის ურთიერთობების გადატვირთვის სიმბოლურ ნიშნად. ეს კი ის დროა, როცა აგვისტოს ომიდან ჯერ ერთი წელიც არ არის გასული და როცა საქართველოს ჯერ ისევ ომის იარებს იშუშებს. სწორედ ამ წარსული გამოცდილების ფონზე პარლამენტის თავმჯდომარეს არ უკვირს, რომ ამერიკის შემდეგ ახლა უკვე ევროპაშიც ფიქრობენ რუსეთთან დიალოგზე და კიდევ უფრო არ უკვირთ რუსეთთან იმ სავაჭრო ურთიერთობების ფონზე, რომელიც როგორც ირკვევა რიგ ევროპულ ქვეყნებს ომის მიუხედავად არ შეუწყვეტიათ. თუმცა პარალელურად არ შეუწყვეტიათ არც კრიტიკა საქართველოს მისამართით, მაგალითად სანქციების არ დაწესების გამო. ჩვენ 4 წელი გვესმოდა და რომ რუსეთი მოქცეული ყავდათ იზოლაციაში, რომ არანაირი კონტაქტი, არანაირი კავშირი, არანაირი ვაჭრობა თითქოს აქეთი და ასე შემდეგ. შემდეგ ვარკვევდით ნელ-ნელა თურმე ვაჭრობაშიც ყოფილან რუსეთთან, თურმე ენერგომატარებლების, თურმე რუსეთის ეკონომიკაში უფრო მეტ ფულს იხდის ევროკავშირი, ვიდრე უკრაინას ეხმარება, თურმე ლიტვა და ესტონეთი გამდიდრდნენ იმაზე, რომ რუსეთში ალკოჰოლს ყიდიან და ჩვენზე მეტ საქართველოზე მეტ ალკოჰოლის ექსპორტს აწარმოებდნენ რუსეთში, ქვეყნები, რომელსაც რა ვიცი, ერთ წვეთ ღვინოს არ აწარმოებენ და არანაირი ღვინის წარმოება არ აქვთ. ეს ყველაფერი ფარულად ისე ხდებოდა. რაც შეეხება ახლა რომ რუსეთთან ურთიერთობების ქონის საჭიროებას, ესეც აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ ის რაც უნდათ დაემკვიდრებინათ თითქოს რომ იზოლაციაში აქცევდნენ რუსეთს, ეხლა გადაიფიქრეს ეს გადატვირთვა, ხელახალი ურთიერთობების ხელახალი დაწყება და ასე შემდეგ, ეს არაერთხელ გვინახავს. ჩვენ რო გვეკაჩებოდნენ, ჩვენ რო უნდა ყოფილიყავით იმ ცეცხლის რკალის ნაწილი, ჩაგვეკეტა ყველაფერი, საზღვარი, საკუთარი თავი დაგვეზიანებინა, ომის წინაშე დამდგარიყავით. ჩვენ რო გვეუბნებოდნენ, ჩვენ მე რაღა ურთიერთობების აღდგენის და ხელახალი საუბრის პოტენციალი გვექნებოდა. ვიქნებოდი დაანგრეული ქვეყანა, ნანგრევებში მოყოლებული ქვეყანა, როგორც ახლა უკრაინა არის და რაღა ურთიერთობის აღდგენის წაშლილი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა, რომ დაგვეჯერებინა მაშინ ევროპელებისთვის, რომლებიც თითქოს და იზოლაციაში აქცევდნენ რუსეთს და ახლა ლაპარაკი გაქვთ იმაზე, რომ ხელახლა დაიწყონ საუბარი.
მაშინ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე წარსულ და უახლეს გამოცდილებასა თუ ევროპელი პოლიტიკოსების პოლიტიკურ სტანდარტებზე მიუთითებს, მაკრონის გუშინდელ განცხადებასა და წარსულ გამოცდილებას შორის მსგავსებას ვერ ხედავენ ოპოზიციურ სპექტრში. უფრო მეტიც, შალვა პაპუაშვილის მიერ მოყვანილი მაგალითის პასუხად ნაციონალურ მოძრაობაში იმაზეც მიუთითეს, რომ სწორედ 2008 წლის ომის შემდეგ გაიხსნა უფრო მეტად გზა საქართველოსთვის ევროკავშირისკენ. რაც შეეხება კონკრეტული ევროპული ქვეყნების ეკონომიკურ კავშირებს რუსეთთან, ოპოზიცია არც ამაზე საუბრობს ბევრს. სამაგიეროდ საუბრობენ ყირიმის ანექსიის შემდეგ დაწესებულ ბრიტანულ სანქციებზე. სწორედ პუტინის ბარბაროსული შემოჭრის შემდეგ საქართველომ შეძლო ის, რომ გაიხსნა ფანჯარა, ბრიუსელის მხრიდან გაიღო კარი, რომელიც ივანიშვილმა დღეს ჩაკეტა და ის ეფუძნებოდა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, აღმოსავლეთ პარტნიორობა, ევროპის გაფართოება, სწორედ იმის გამო გადაიდგა ეს ნაბიჯები, რომ საქართველოსთვის კონკრეტული დახმარება აღმოეჩინა. ცხადია, მშვიდობისთვის საჭიროა მყარი გარანტიები, მყარი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, მყარი უსაფრთხოების გარანტიები საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის. ცხადია, ამას გულისხმობდა პრეზიდენტ მაკრონი. ჩვენ არ უნდა გქონდეს იმის არც კომპლექსი და არც რაღაცა გაურკვეველი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ დიალოგი ყოველთვის შეიძლება იყოს გამოსავალი მით უფრო ისეთ ჩიხურ სიტუაციაში, რომელშიც იმყოფება დღეს ევროპის კონტინენტი, ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ თუ რომელიმე სახელმწიფოს ლიდერი ამ შემთხვევაში მოუწოდებს დიალოგისკენ, ეს მხოლოდ ამ საკითხის პოლიტიკური, ანუ მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოწოდებაა, რაც მხოლოდ მისასალმებელი შეიძლება იყოს. საკუთარი პოლიტიკის შედეგად შექმნილი ვითარებიდან გამოსავლისა და სამშვიდობო მაგიდასთან ადგილის ძიების მცდელობად მიიჩნევს საქართველოს ხელისუფლება ემანუელ მაკრონის მხრიდან დიალოგის საკითხის წამოჭრას. უფრო მეტიც, პრეზიდენტი თვლის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებამ კიდევ უფრო გამოააშკარავა ევროპული პოლიტიკის კრიზისი და ამ ფონზე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა ორმაგი სტანდარტები, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად საქართველო საკუთარ თავზე ცდის. ხედავთ, რომ უდიდესი კრიზისის წინაშე არიან, ეს პროცესები გარდაუვალი იყო, არ დაწყნარებულა სიტუაცია. მაკრონის ეს განცხადებას იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვს სხვა გამოსავალი, ეძებენ გზებს, რომ ამ სიტუაციიდან გამოვიდნენ. როგორ უნდა დამთავრდეს უკრაინის ომი და ასე შემდეგ, კიდევ უფრო მეტ ესკალაციაში რო არ შევიდეს და ევროპის სხვა ქალაქებში არ გადმოვიდეს. ის გზა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, არა მარტო დაკვირვების თვალსაზრისით, არამედ ვიცით რა გვინდა და ეს სამშვიდობო პოლიტიკა ეს არ იყო მხოლოდ რაღაცა მარტო ერთი სურვილი. ეს არის გრძელვადიანი ხედვა და გამოწვევების აღქმა, რა გამოწვევები შეიძლება დამდგარიყოს. პუტინთან საუბარი და პუტინთან დიალოგი ახლა არის ის რასაც აკეთებს ამერიკის შეერთებული შტატები იმისათვის, რომ ის ომი, რომელიც მიმდინარეობს რუსეთსა და უკრაინას შორის, როგორმე იყოს დასრულებული. ჩვენ იმასაც კარგად ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ევროპის ლიდერებმა სწორედ საკუთარი ნაბიჯებით და არასწორი პოლიტიკური ნაბიჯებით მოახერხეს ის, რომ ამ პროცესისგან ფაქტიურად მიღმა არიან დარჩენილები და რა თქმა უნდა, ახლა ყველა ცდილობს, რომ როგორღაც იპოვოს ადგილი მაგიდასთან, რა მაგიდასთანაც უნდა გადაწყდეს სამშვიდობო ნაბიჯები ევროპაში. ეს ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ომი შეიძლება დასრულებულიც არ იქნებოდა და კვლავ ჩაეხუტებოდნენ რუსეთს. ძალიან მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ კი არა ვიღაცა ცუდია, კარგია, ან ახლა გახდა ცუდი, ან ახლა გახდა კარგი, ყველა ქვეყანა უყურებს საკუთარ ინტერესებს. სამწუხარო გამოცდილებით ვიცით ჩვენს ტყავზე, რას ნიშნავს აი კონკრეტულად ეს მაკრონის ეს განცხადება. ეს არ არის ჩვენთვის ახალი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არის მიუღებელი, როდესაც შენ იმის გამო რომ გინდა ვიღაცამ რომელიმე ქვეყანამ რაღაც ნაბიჯები გადადგას, შენ სასარგებლო ნაბიჯები გადადგას, თაფლავ აბრუებ ლამაზი სიტყვებით და რაღაც რამდენიმე წელიწადში თითქოს შენ თვითონ არიყავი, რომელიც აიძულებდი ამ ქვეყანას შესულიყო სხვადასხვა კონფლიქტში, უცბად იცვლიან სიტყვებს. იპოვიან თუ არა ევროპელი ლიდერები სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან საკუთარ ადგილს ეს სამომავლოდ გაირკვევა. მანამდე კი ფაქტია, რომ საკითხზე ყველა თუ არა მინიმუმ ერთი ქვეყანა მაინც ფიქრობს და საუბრობს. ამ შემთხვევაში ემანუელ მაკრონის ხმით. მანამდე კი მსოფლიოს ყურადღება იმ შეხვედრებისკენაა მიმართული, სადაც მხარეები სწორედ სამშვიდობო შეთანხმებაზე მსჯელობენ.